მე მიხარია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პრეზიდენტის ინსტიტუტი ძლიერდება ისეთი მაღალი კვალიფიციური სპეციალისტებით, როგორც არის ბატონი კახაბერ კოჟორიძე. ბატონ კახას აქვს ძალიან შთამბეჭდავი მოღვაწეობა განხორციელებული როგორც იურის, როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს სამოქალაქო სექტორში. მე მივესალმები მის ჩართვას პრეზიდენტის ინსტიტუტის თვალსაზრისით და მის მოღვაწეობას აქ. ასევე მე მინდა ხაზი გაუსვა ბატონი გიორგი აბაშიშვილის ძალიან ნაყოფიერ მუშაობას ადმინისტრაციაში. დღეს ის დაინიშნა ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ. მისი მოღვაწეობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ეკონომიკური მრჩევლის. ეს იყო ის მნიშვნელოვანი სწორედ იმ მომენტებში, როდესაც ყალიბდებოდა ახალი კონსტიტუციური ინსტიტუტი პრეზიდენტისა. მე მას მადლობა მინდა გავუხადო იმ მუშაობისთვის და უსურვო წარმატება ამ ახალ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობას. დღეს მოხდა ორი მნიშვნელოვანი დანიშვნა ადმინისტრაციაში. ერთი მხრივ დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად ბატონი კახა კოჟორიძე და ჩვენ მივესალმებით მის გადაწყვეტილებას, რომ საკუთარი მოღვაწეობა გააგრძელოს სწორედ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტის მრჩევლად და ის მნიშვნელოვანი გამოცდილება და ის მნიშვნელოვანი მისი პროფესიონალიზმი მან გამოიყენოს სწორედ ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების მიმართულებით. აგრეთვე გაცნობებთ იმასაც, რომ ბატონი გიორგი აბაშიშვილი, რომელიც ადრე იყო პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, დაინიშნა ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ. ჩემთვის არის ძალიან დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობა, რომ იყო საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის მრჩეველი ადამიანის უფლებების და მართლმსაჯულების მიმართულებით. ეს არის ის თემები, რაზეც მე ვმუშაობდი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში 8 წლის განმავლობაში და შესაბამისად მე ამ თემებზე მომიწევს აქ მუშაობის გაგრძელება. ჩემთვის ცხადია კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობა. მინდა ასევე ვთქვა ის, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში მე მომიწია პრეზიდენტთან და მის გუნდთან რამდენჯერმე შეხვედრა სხვადასხვა საკითხებზე და მე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ძალიან ბევრ საკითხზე, რაც ეხება მართლმსაჯულებას, რაც ეხება ადამიანის უფლებებს, პრაქტიკულად ჩვენ გქონდა ბევრ საკითხზე საერთო ხედვები და საერთო ღირებულებები, რაც მე მაძლევს ძალიან დიდ იმედს იმაში, რომ მომავალი თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი და პროდუქტიული. პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს იმ ახალისადლებლებისთვის, რომელიც მათ მე მომწეს ამ შემთხვევაში. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ახალი გამოწვევა ვემსახურო უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას. ეხლა მე ვიქნებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და მემატება ადმინისტრაციული ფუნქციები, თუმცა ამავე დროს მინდა აღვნიშნო, რომ მე გავაგრძელებ იმ საქმიანობას, რომელიც დაკავშირებული იყო ეკონომიკურ რჩევებთან პრეზიდენტის და ბუნებრივია იმ ანალიტიკურ და კვლევით საქმიანობას, რომელიც პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მეტ ინფორმირებას უზრუნველყოფდა.